13 დეკემბერს თბილისის ცირკი ჭიდაობის მოყვარულებით აივსო. არც არავის გაჰკვირვებია, რომ ქართული ტრადიციული ჭიდაობის სანახავად უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა, ვიდრე ჯამბაზების, აკრობატების და მოთვინიერებული ცხოველების. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას და სანახაობამ საცირკო ნომრებითაც გაგვაოცა. ფალავნობის მიმდინარეობის დროს ხშირად შეგვეძლო პარალელების გავლება. საჯების ჯამბაზობა, მოჭიდავეების შესრულებული აკრობატული ნომრები. ხოლო ზოგიერთ გულშემატკივარს თლად მოთვინიერებულიცაც არაფერი ეტყობოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფალავნობა 2015-მა სუფთა ქართულად, უფრო მეტიც ჯიგრულად ჩაიარა. ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა იყო, წინ კიდევ გველის ფინალური შეხვედრა, ვფიქრობ, რომ აი ხალხის ნახეს ყველა ქართული ჭიდაობა როგორ უყვარს ჩვენს ქართველებს და ეს ჩვენი ტრადიციულია და ბუნებრივიც არის, რომ ესე უნდა ყოფილიყო. ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ სახეობის პოპულარიზაციისთვის და მაღალი დონის შეჯიბრის ჩასატარებლად კარგად იმუშავა. სპორტის სამინისტროსთან და ოლიმპიურ კომიტეტთან კოორდინაციამ, ასევე სპონსორების მოზიდვამ 2015 წლის ფალავნობა სპორტსმენებისთვის ფინანსურადაც საკმაოდ მიმზიდველი გახადა. შესაბამისად, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ მოჭიდავეები, მათ შორის ძიუდოს და თავისუფალი სტილით ეროვნული ნაკრების წევრებიც. სპორტის ახალგაზრდა სამინისტრო ბუნებრივია ყოველთვის ხელს შეუწყობს ქართული ჭიდაობის განვითარებას. ტურნირის მსვლელობებს ყველა დაარწმუნდა, თუ რამდენად დიდი ინტერესია, უკვე ვეღარ იტევს ეს არენა და ალბათ უფრო დიდი არენაზე უნდა ჩატარდეს მომავალი ჩემპიონატები. კარგია, რომ ფედერაციამ შეძლო სამინისტროსთან და ძალიან დიდი წახალისება აქვს მატერიალური სტიმული სპორტსმენებს, მინდა ასევე ყველა სპონსორს, ვინც სპორტს ხარჯში უდგას, მადლობა გადაუხადო და მე მგონი ეს ჩემპიონები შემდგომში უკვე ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზეც ვასახელები. ფალავნობის დაწყებამდე თბილისის ცირკში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ პრიზიორები. ხოლო ტურნირის კულმინაცია, აბსოლუტური ფალავნობის სატურნირო ბადეში 4 წონის მედალოსნები და მე-4 ადგილზე გასული მოჭიდავეები გადანაწილდნენ. გრძელი და ხმაურიანი დღის ბოლოს ტატამზე 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის გამარჯვებული საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფალავანი პაატა ღვინიაშვილი და მძიმეწონოსანი ჩემპიონი ონისე ბუღაძე შეხვდნენ. დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში მოჭიდავეებმა თითოეულეთის გაკეთება მოახერხეს. წესების მიხედვით თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ბოლო შედეგიანი გდების ავტორს ენიჭებოდა და გამარჯვებაც პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვა. ძალიან კარგი შეჯიბრი იყო, მემზადებოდი ამით რომ გამხდარიყავი მეორეთი მინდოდა, მაგრამ რომ ისტორიაში მეორეთი მოხვედრილი იყავი. 2013-ში მე მოვიგე, 2015-ში ჩემი ბიძაშვილი და 2015-ში მე მოვიგე. ნოარში მე მგონი ჩემი ბიძაშვილი გაამეორებდა და გახდება მეორეთი ფალავანი. დიდი მადლობა ქართული ჭიდაობის ფედერაციას ასეთი კარგი ტურნირის ჩატარებისათვის. ძალიან ძლიერი მონაწილეობდნენ ძლიერი სპორტსმენები. პირად ჩემპიონატში დავიკავე პირველი ადგილი, მაგრამ ფალავნობაზე საჯების არაკოლექტიული მოქმედებით წავაგე ფინალი, მაგრამ არა უშავს. დიდი მადლობა ქართული ჭიდაობის ფედერაციას და ყველა სპორტსმენს. საქართველოს უკვე ორგზის ფალავანს მოგებული საცხოვრებელი ბინის გასაღები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა გადასცა. მეორე ადგილოსანი ონისე ბუღაძე კი მშობლიურ საჩხერეში ახალი მერსედესით წავიდა.